დღესდილით უკრაინის დედაქალაქი კიევი მომაკვდინებელი რუსული თავდასხმის ქვეშ მოექცა ნატოს კრიტიკული სამიტის წინა დღეს თურქეთში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრება. ძლავრმა აფეთქებებმა ღამისცა გაანათა. გავრცელებული ინფორმაციით ათეულობით ბალისტიკური რაკეტა და ასობით ასაფეთქებელი დრონი დაეცა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში, რის შედეგადაც ზოგიერთი მონაცემით ქალაქში სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 6 მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა, რომ მოსკოვი, როგორც თავად თქვა, ახალ მასიურ დარტყმას ამზადებდა. ეს თავდასხმა სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, მას შემდეგ რაც კიევზე რუსეთის მძაფრმა იერიშმა 30 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ხუთშაბათს იყო. ეს იყო მესამე ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა დედაქალაქზე, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო წლების წინ. ჩვენთან ერთად სტუდიაშია ჩვენი კორესპონდენტი რობერტ სუიფტი, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. შეხედეთ ამას, ამ თავდასხმებს, სულ მცირე, მათი ინტენსივობა რო თითქოს გაიზარდა. პრეზიდენტი ტრამპის დიპლომატიური მცდელობები აბები ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დონეზე. საუბარი პუტინთან იცით ნატოს სამიტზე წასვლა. ეს არის პუტინის პასუხი იმაზე, რასაც ტრამპი ცდილობდა. როგორ უნდა შევხედოთ იმას, რაც ხდება, იმაზე თუ რა დროს აკეთებს ამას. ხშირად უნახავთ, რომ რუსეთი თავის თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკურ და დიპლომატიურ პერიოდებს უთავსებს. და როგორც ჩანს, ეს შემთხვევაც ესეთია. არა მარტო ის იყო, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის საუბრები შედგა, არამედ როგორც თქვენ ამბობთ, ესეც გვაქვს. ეს არის შედეგი. სწორია, ზუსტად ასეა. რაც შემიძლია თქვა, ტრამპისთვის ეს კარგად არ გამოიყურება. სწორია. სწორია, მაგრამ ეს სრულად მოულოდნელი არ არის. ნატოს სამიტის წინ, რომელიც ხვალ ანკარაში უნდა გაიმართოს, ეს სრულად მოულოდნელი არ არის. თუმცა, ესევე ღირს გავითვალისწინოთ ისიც, გარდა ამ მნიშვნელოვანი დროითი დამთხოვებისა, რაც ბოლო ერთ დღეში მოხდა. ჩვენ გვაქვს უფრო საშუალოვადიანი კონტექსტიც, შეიძლება ითქვას. და ეს არის ის ფაქტი, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, აძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინას უფრო მეტი წარმატება აქვს. ისინი ზეწოლის ქვეშ არიან. როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ღრმა დარტყმების გამოყენებით. ცხადია, ორივე მხარეს შეუძლია ერთმანეთსძლიერად დაარტყას დისტანციიდან. და როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება აქ. გუშინ ღამით კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვფიქრობ, უკრაინისთვის მთავარი შემაშფოთებელი ნიშანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს დრონების 90%-ის შახიდების, რომლებიც გაუშვეს ჩამოგდება, ასევე ჩამოაგდეს სხვა ტიპის რაკეტების დიდი ნაწილი. დაახლოებით 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა იქნა დაშვებული. უკრაინამ ამ ტიპის იარავის არც ერთი რაკეტა არ ჩამოაგდო. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. და ესენი ყველაზე დიდი საბრძოლო ქობინებია. არსებობს ყველაზე დიდი საბრძოლო ქობინები და ასევე ისინი ბალისტიკური ტრაექტორიით მოდიან. რაც ნიშნავს, რომ დარტყმა შეიძლება ბევრად უფრო კინეტიკური იყოს, როცა მიზანს მოხდება. ეს იარაღები განსაკუთრებით რთულია ჩაჭრისთვის. უკრაინა დიდწილად ეყრდნობა უცხოური დაფინანსებით მოწოდებულ გადამჭერ რაკეტებს, რომლებიც აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან მოდის. ის ფაქტი, რომ არც ერთი მათგანი არ იქნა ჩაჭრილი, უკრაინისთვის სერიოზული ნიშანია. დიდი ალბათობით ხვალ ნატოს სამიტზე ისინი ამაზე მიუთითებენ და იტყვიან, ნახეთ, ჩვენ გვჭირდება ეს იარავის სისტემები, რათა შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვა, რათა შევძლოთ ესეთი ტიპის თავდასხმებისგან თავდაცვა. დიდი ალბათობით სწორედ ამაზე ისაუბრებენ მომდევნო დღეებში ანკარაში. დიახ, ეს მართლაც საინტერესო ბოლო პერიოდი იყო. თქვენ ახსენეთ უკრაინული შესაძლებლობები, რუსული პასუხები, შედეგი ახლა ჩემი აზრით უფრო ნაკლებად გარდაუვალი ან ნათელია, ვიდრე ოდესმე ამ თელ სიტუაციაში. ნახეთ, ფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ ბოლო 4, 5, 6 თვის განმავლობაში ინიციატივის ცვლილება მოხდა. ინიციატივა, რომელიც ადრე რუსეთს ეკავა, ეხლა უფრო ღია კითხვა იქცა. რუსეთში remediary lose, ეს გაზი აბსოლუტურად sent. პეტერბურგი კლავაც იბომბება. ისევ მას უკრაინელებმა დაარტყეს. როგორც თქვი, უკრაინელებმა ფაქტობრივად საკუთარი ადგილობრივი ღრმა დარტყმის შესაძლებლობა შექმნეს. სოფლიოს წამყვანი ინდუსტრია შეიძლება ითქვას. ამ თუთას ისინი ალბათ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის არიან. რა თქმა უნდა, თუ ეფექტურობასა და IRR-ის სისტემის ღირებულებას შევადარებთ, უკრაინას არ შეუძლია ის, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს. მაგრამ რასაც აკეთებს, ბევრად ნაკლებ ფასად აკეთებს. და ამას თავისი უპირატესობა აქვს. ეს ყველას ყურადღებას იპყრობს. ვფიქრობ, ნატოს სამიტზეც მართალი ხარ. უკრაინაში ჩარევის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის ოფიციალური პირები ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის ყურის ქვეყნებში ეცვენენ. ჩვენ ვიცით როგორ.